მოგესალმებით, პანო ირაკლი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ პირიქით, რომ მობრძანდით. ბევრი ამბობს, ბევრისგან მესმის ბოლო ხანს და მეც მაქვს ეგ განცდა. ადამიანები ერთმანეთს რომ ხვდებით, როგორ ხარ ვეკითხებით. და რაღაც ეს შეკითხვა გახდა უხერხული. ვიტყოდი გარკვეულ ნაწილში საზოგადოების. მაგრამ ამით მინდა დავიწყო. როგორ ხართ? ხნედ, რაც არ უნდა უცნაური იყოს ამ კატასტროფულ სიტუაციაში ესეთი პასუხი. შინაგანად მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოცემულობით ალბათ პესიმისტი ვარ. ყველაფრის და მიუხედავად ვხედავ აი ამ კოშმარს, ამ მარაზმს, ამ ჯოჯოხეთს. მაინც შინაგანად რაღაცომღაც მაქვს აი ეს განცდა, რომ ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს მომავალი, იმიტომ რომ ვცდილობთ წინააღმდეგობა გაუწიოთ აი ამ წარმოუდგენელ ჯოჯოხეთს, ამ ბოროტებას, ამ რუსულ მონსტრს. და მეც ეგ პრობლემა მქონდა. ვეკითხებოდი ხოლმე, როგორ ახარ და თან ვფიქრობდი, რას ვეკითხები, ხო, ვისაც ვეკითხები, ხო ვიცი რომ როგორ არის, იმიტომ რომ ჩემნაირად არის და ერთნაირად ვარ. ხო და მე რომ მეკითხებოდა როგორ ახარ, თავიდან ვიწყებდი ლაპარაკს, როგორ ვიქნები და საშინელება და რაღაც. მე მივხვდი რომ არასწორია, არც ფსიქოლოგიურად და არც მორალურად და არც ფაქტობრივად არ შეიძლება თქვა რომ ვაი. უნდა თქვა მხნედ, მედგრად, მტკიცედ. თავს კი არ ვიტყუებ, მაგრამ რადგან ეს წინააღმდეგობა მაინც არსებობს, მართალია მცირე ნაწილია საზოგადოების, ვინც გამოხატავს პროტესტს. და უფრო მეტია, და ალბათ გაცილებით მეტია, ვინც შინაგანად წინააღმდეგია ამ რეჟიმის, მაგრამ არ გამოხატავს. შიშის გამო, კონფორმიზმის გამო, თუ რაღაცა კარიერისტული, თუ სხვა მოტივების გამო, ადამიანები არიან ჩემს ახლობლობაში, ჩემი ძველი მეგობრების ნაწილი, ნათესავების ნაწილი, რომლებიც ზოგი ვიცი რომ აი ნამდვილად წინააღმდეგია და ნამდვილად კრიტიკულად არის განწყობილი ამ რეჟიმის მიმართ, მაგრამ საერთოდ არ გამოსულა ქუჩაში და არ გამოუხატავთ თავის განწყობა. ეგეთი ადამიანიც ვიცი. ვიცი რამდენიმე, ვინც ამბობს, რომ ბიძინა კი არ ვარგა, მართალი ხარ, არ ვარგა, ბიძინას რეჟიმი არ ვარგა, მაგრამ ნაცები რომ დაბრუნდნენ, ეს ხო გაცილებით უარესი იქნება, მიშა ხო უარესია ვიდრე ბიძინა. მე ვეუბნები რომ აქ ბიძინას და მიშაზე აღარაა ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ის რაც დღემდე წერია კონსტიტუციაში 78 მუხლი, ეს არის ისტორიული და პრინციპული არჩევანი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის. მრავალსაუკუნოვანი თანაც. და როცა ხდება ამ ვექტორის ესეთი უტიფარი, უხეში და რადიკალური ცვლილება და კაციშვილს არ მოსდის თავში აზრად, რომ ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა იმ ეგრეთ წოდებული ელიტის, რომელიც იმ ჩვენი მართველის გარშემოა შემოკრებილი. ისინი კი არ უნდა წყვეტდნენ და ის კი არ უნდა წყვეტდეს, ის ერთი კაცი, რომელსაც ფაქტობრივად იყიდა საქართველო. იყიდა და მიართვა კრემლს. მე ეგეთი განცდა მაქვს. ის ფაქტი, რომ თვითონ აქ რუსეთიდან გამოუშვეს თავის მილიარდებიანად, როცა თან ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა, რომ იგივე მილიარდერები თუ იგივე ოლიგარქები უცნაურ
გარემოებებში იუპებოდნენ თუ ამთავრებდნენ სიკვდილით სიცოცხლის ცხოვრებას. მე გონია რომ ამ კოშმარის მიუხედავად რაშიც ვართ. მაინც როცა მკითხავენ და ბოლო ხანს ეგრე ვაკეთებ, როგორ ახარ რომ მკითხავენ, ხნეთ და ეს სიმხნევე თუ რაც არის შემართება უпростоრად ალბათ. იცით ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ გავაგრძელოთ ეს წინააღმდეგობა. თუ წინააღმდეგობა გაჩერდა, თუ გამოხატვა აღარ ექნება ამ ჩვენს განწყობას, ნუ ჩავთვალოთ რომ ბელორუსად აქცია კრემლმა ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ბელორუსიისგან ბევრად განსხვავდებით. ყველა თვალსაზრისით სხვათა შორის. ხა არა მაქვს ლაპარაკი იქ ვთქვათ ეკონომიკურ თუ რაღაცა უბრალოდ ეთნოფსიქოლოგიურად ჩვენ ესე მარტივად ალბათ შეიძლება ეგეც ილუზია არ არის გამორიცხული რომ მე მაინც რაღაცა ეხლა გამიელვა რომ მაინც მგონია რომ გექნებათ შიში რომ ეს ერთ-ერთი საფრთხეა ბელარუსს რაც საფრთხე კი არა მე ვხედავ ამას რომ რეალურად ჩვენ იქითკენ მივდივართ იმიტომ რომ პროტესტი კი არ იზრდება, კი არ ძლიერდება. არამედ ნუ რაღაც დონეზე არის შენარჩუნებული და ეს უკვე ძალიან კარგია რომ ფაქტობრივად არსებობს. მაგრამ ჩვენ რასაკურველ გვემუქრება ის რაც მოახერხეს ბელორუსში. ეხლა ბელორუსი ქვია და არა ბელორუსია, ხო არა? ბელარუსი. ხო და მე მგონი რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინააღმდეგობა. თუ პროტესტი გაჩერდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. მე არ ვამბობ რომ ეს იქნება დასასრული და აღსასრული საერთოდ ამ ქვეყნის და ამ ერის და ჩვენი დამოუკიდებლობის. მაგრამ ექნება ძალიან ძიმე განსაცდელი თუ ჩვენ შევეგუეთ, თუ ჩვენ დაუთმეთ, თუ ჩვენ გავჩვდით, თუ გაგვაჩვმეს. და მე მგონი აქ ყოველი ადამიანის არჩევანს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და თვითონ ადამიანმა საკუთარი სინდისის წინაშე უნდა გააკეთოს ეს არჩევანი. არავის არ მოუწოდებ. არ ჩემს ძველ მეგობრებს და არ ჩემ ნათესავებს და არ ჩემ ახლობლებს. იმიტომ რომ ისინი თვითონ წყვეტენ. მე რას ვეტყვი და რას არ ვეტყვი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. აი ეგეც არის ერთ-ერთი პრობლემა. თავარი პრობლემა მე მგონი რა არის იცით რომ ოპოზიციად განწყობილ საზოგადოებას არ აქვს გეგმა, არ აქვს მოფიქრებული და სათავეში არ არის ჯგუფი, მე მგონი არ არის, მე ვერ ვხედავ, რომელიც ოპტიმალურ გეგმას შეიმუშავებდა და ეს დღემდე უნდა მომხდარიყო, ხო? ეხლა ლაპარაკობენ, რომ რუსთაველის გადაკეტვა არ არის კარგი არჩევანი და კარგი ტაქტიკა თუ სტრატეგია, არ ვიცი. მაგაშია საქმე, რომ ჩვენ ვერ მივდივართ წინ. ერთ ადგილზე ვტკეპნით თითქოს ერთ ადგილზე თითქოს მოჯადოებულ წრეზე მოძრაობთ. მე მგონი რომ ის ხალხი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ პოლიტიკაში ერქვა როგორც პროფესიონალი, ვინც ანალიტიკოსია, ვინც ექსპერტია, იმათ უნდა რაღაცნაირად მოიფიქრონ ეს გეგმა რაღაცა ხა გამახსენდა რამდენიმე ხნის წინათ ერთი თვის წინ ალბათ ან შეიძლება მეტი ხნის წინ ინტერნეტში შემხვდა ინფორმაცია
რომ ამერიკელმა ჟურნალისტმა სამწუხაროდ არც სახელი მახსოვს არც გვარი გამოაქვეყნა წიგნი მან შეისწავლა იმ ქვეყნების გამოცდილება სადაც იყო სტიქიური გამოსვლები და 4 წლის განმავლობაში 10 ქვეყანა მოიარა. იქ იყო ჩილეც, იქ იყო გონკონგიც, იქ იყო აფრიკის ქვეყნებიც, ეს არაბული გაზაფხული რო იყო და ხო და ყველაზე ისეთი ჩვენთვის საინტერესო დასკვნა იმ წიგნში იყო ის, რომ რაც არ უნდა მასშტაბური და მასობრივი იყოს გამოსვლები, თუ იმავდროულად არ არსებობს ჯგუფი, რომელიც გეგმას შეიმუშავებს და ამ გეგმის მიხედვით ამ ხალხს, რომელიც ქუჩაშია გამოსული აღშფოთების გამო, ხო რაღაცა მოხდა. თქვათ იქ კაცმა თავი დაიწვა და ამას მოყვა ისეთი პერტურბაციები, რომ გადატრიალდა ქვეყანა. არაფრის მომტანი არ არის. და შეიძლება ჩვენც ეგრე დაგვემართოთ, მერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ჩვენ ამ ენერგიას სწორი მიმართულებით და ოპტიმალური გზით, ოპტიმალური ფორმით არ გამოვიყენებთ, ალბათ სასწაული არ მოხდება, იმიტომ რომ უნდა დავიმსახუროთ სასწაული. საქართველოს როგორც ერი, როგორც ქვეყანა გადაურჩა წარმოუდგენელ განსაცდელს, ხო, საუკუნეების განმავლობაში და აქამდე იმისთვის ხوار მოვიდა, რომ ახლა რუსულმა ამ ჰიბრიდულმა აგრესიამ საერთოდ გაანადგუროს ეროვნული ცნობიერებაც და თვითონ ქვეყანა. მე მგონი, რომ ჩვენ ეს განსასწრელი უნდა გადავიტანოთ და ალბათ იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ აი ამ სიტუაციიდან გამოსვლას და გავიმარჯვებთ. მაგრამ ამას სჭირდება გონიერება, ამას სჭირდება ძალისხმევა სერიოზული. ეხლა მე არა ვარ ექსპერტი და პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი და არასოდეს არ ყოფილვარ სათავეში ლიდერობის არც სურვილი მქონია და არც უნარი. მაგრამ სულ იყავით აქტიური მე პრაქტიკულად ყველა დროში. ჩემი აქტიურობა იცით რაში გამოიხატებოდა, რომ იქ სადაც ვიყავი, იქ ვცდილობდი მეთქვა, ჩემი პოზიცია გამომეხატა. ეგ იყო ჩემი აქტიურობა. იგივე 14 აპრილს თუ იგივე ეროვნულ მოძრაობაში თუ 9 აპრილს თუ ყოველთვის მე ვიყავი, მაგრამ ისეთი განცდა მქონდა, რომ სტატისტის როლში უფრო ვარ, ვიდრე აქტიური, იმიტომ რომ მაინც ასეთი განცდა გქონდათ. მაინც მქონდა და დღეს ხვდები, რომ ეს იყო შეცდომა და მე გეტყვით, რატომ მქონდა ეგეთი პოზიცია, რომ აი მე ჩემს ვამბობდი, მაგრამ აქტიურად არ ვერეოდი ამ პოლიტიკაში, იმიტომ რომ მე მქონდა სულად არასწორი წარმოდგენა, პოლიტიკა არის ბინძური საქმე. პოლიტიკაში თუ ჩაერევი, შენც გაისვრები და შენც გამოხვალ ისეთი უარგისი და უზნეო და ამორალური, როგორც არიან პოლიტიკოსები ძირითადად, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან. მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ ეს იყო შეცდომა ჩემი მხრიდან და ეხლა მithქვავს ახალგაზრდებისთვის, რომ პირიქით პოლიტიკაში თუ არ ჩაერევით, იმ ადგილებს, იმ სივრცეს დაიკავებენ ისეთი ადამიანები, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გამორჩენა ინტერესებს და არ აქვს არც მორალური პრინციპები, არც იდეალები და ადამიანს უყურებენ როგორც საგანს, რომელიც შეიძლება მოიხმარო. თქვენი ხო, შეიძლება ასე ხედავდეთ სტატისტად თავს, მაგრამ თქვენი ბოლო ხანს კიდე მეტმა ადამიანმა გაიგო თქვენზე. ხო, არ დაგეთანხმებოდით იმაში, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ გამოხატვის თქვენი ესე ვთქვათ, სივრცე, ასპარეზი, თუმცა არ სჯერდებოდით არც ერთ დროში წერლობას მხოლოდ და
დღეს უკვე რა ვიცი, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დაგინახათ. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თქვენი ეს პროტესტის გამოხატვა არის ჩუმი. თქვენ არ ყვირით კლავაც არსად და ასე შემდეგ, მაგრამ ჩუმი მაგრამ გამორჩეულად ხმაურიანი იმავდროულად. თქვენ კათინაურს მეუბნებით ახლა. სინამდვილეში არა, მე იმას ვამბობ, რომ ალბათ ეგრეც არ არის. არ ვიცი. ესე გამოვიდა, ესე მოხდა, ესე გამოჩნდა, რომ თქვენის კამეთ ხელჯოხით ხო, აი მაგის გამო რომ გარეგნულად ეს რაღაცა არ ჯდება. არ მგონია გარეგნობის ამბავი იყოს მხოლოდ. გარეგნული ყურადღება მომაქცია საზოგადოების ნაწილმა, იმიტომ რომ უცნაურია, ხო, ახლა კაცი ჩემს მდგომარეობაში ვერ ვითან სიტყვას შეშმპირი, მე ვამბობ ინვალიდი და სულ არ მაქვს იმის განცდა, რომ ინვალიდი არის შეურაცხყოფა ადამიანის პიროვნული. კი, ვიცი რას ნიშნავს ინვალიდ, რას ნიშნავს ვიცი, მაგრამ მე მესმის რომ ხო და რეალურად მე მგონი რომ ყველა მართლა ის უნდა აკეთოს რაც შეუძლია. რაღაცა ეტაპზე, რაღაც მომენტში თქვათ, აი დავუშვათ, როცა მიხაილ ეპშტეინის წიგნი ვიპოვე, შემთხვევით ვიპოვე, ალბათ არასწორი გამოთქმა, იმიტომ რომ ვეძებდი რუსულენოვანი ავტორების, ფილოსოფოსების და სოციოლოგების და ისტორიკოსების წიგნებს რუსეთზე. და აი ამ ძიების პროცესში ინტერნეტში შემხვდა ეპშტეინის, საერთოდ არ გამეგო, ეს იყო ამ გაზაფხულზე. ხო და ჩემს შულს ჩამოვაკაჭინე ეს წიგნი. დავიწყე კითხვა და უკვე პირველი 3 თუ 4 ესეს საკითხვის მე მივხვდი, რომ ეს უბრალოდ უნდა ვთარგმნო და არ შეიძლება რომ მე ეს არ გავაკეთო. იმიტომ რომ ეხლა მე ვიცი ამის არსებობა, მე ვიცი რომ ეს აუცილებელია, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა წაიკითხოს და მივწერე ავტორს, ვიპოვე Facebook-ზე მისი გვერდი, მივწერე და მეორე დღესვე მიპასუხა და ძალიან გულისხმიერი და ძალიან კეთილი და კეთილგანწყობილი წერილი მომწერა და მე თქვენ მხარეს ვარ, რომ თქვენ გაგვამხნევა და მას მერე ასე ვთქვათ დარიო რადიოში შეხვედრაც ჰქონდა ვირტუალური და ხო და რას ამბობ ახლა ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის რაზე პასუხები იპოვნეთ, რატომ ეს უბრალოდ ჩვენი აი ამ საუბრის მაყურებლისთვის რომ იყოს ნათელი. ისიც რაშია საქმე. მოკლედ რომ ბრძანებს და ჩვენ პირადად მე ყოველ შემთხვევაში და არაერთს მეგობარს ქონდა და გვაქვს სანამ ამ წიგნს წავიკითხავდით ეპშტეინს ილუზია რომ ჩვენ ვიცით რა არის რუსეთი. ვიცით ჩვენი მტერი შინაგანად რას წარმოადგენს და ახალი რა უნდა გვითხრას ვინმე. და როცა აღმოჩნდა სინამდვილეში ეგრე არ არის, იმიტომ რომ ის რასაც ეპშტეინი წერს, ეს არის სიღრმისეული ანალიზი, კომპლექსური, არსებითი, არსობრივი და ისე არის თან ეს ყველაფერი აწყობილი სისტემურად მოცემული ეს ამ პატარა წიგნში რომელიც ქართულად გამოვიდა 18 ესეა. ეს არის მისი ბოლო კრებულის, დიდი კრებულია 280 გვერდია, პირველი 2 განყოფილება, 2 ნაწილი. ხო და როდესაც მიმოწერა ქონდა, მე ვკითხე რომ ესე ვაპირებ მეთქი გამოცემას, იმიტომ რომ გონია რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავაკითხოთ ქართველებს. შიზოფრენიული ფაშიზმი, რუსული ანტისამყარო შიზოფრენიული ფაშიზმი, ვინმე სულ დაინტერესებს. დიახ. დიახ. ხო და იცით რა, შეიძლება ესეც ილუზია, რომ მე რო ვამბობ, რომ უნდა ყველამ წაიკითხოს, ამითი რა შეიცვლება? ილუზია იმ გაგებით, რომ მე
გონია რომ ადამიანი თუ ამას აიკითხავს, მასში რაღაცა მის გონებაში თუ მის გულში რაღაცა შეიცვლება. მაგრამ სინამდვილეში ეგრე ხო ალბათ არ არის. უბრალოდ ძალიან ცოტა ადამიანი, რომელიც აი ამ ეპშტეინი არის კულტუროლოგი, ფილოსოფოსი, ფილოლოგი და ეს კომპლექსური ეს ანალიზი რუსეთის ფენომენის, რუსული მოვლენის, ამ მონსტრის შიზოფრენიული რაღაცა მოვლენა ეს ჩემზე ახდენს ზემოქმედებას და დიდ შთაბეჭდილებას და ჩემ მეგობრებზე, მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომელიც წიგნებს საერთოდ არ კითხულობს და რანაირად უნდა წააკითხოს. ან რომ წაიკითხოს შეიძლება თქვას, რომ ნუ მოკლედ არ ვიცი რა სიტყვის, მაგრამ ხო, მაინც ვისაც აქვს ინტერესი ან რაღაც კითხვებზე პასუხებს ეძებს, ან ეძებს რაღაცას, არ ვიცი. ხო, მაშინ ბარი ისიც უთხრათ, მაპატიეთ, გაწოდნეთ. ძალიან. ისიც უთხრათ, რომ მე რაც ვთარგმნე და ეს წიგნი სანამ დაიბეჭდებოდა, მანამდე ცალ-ცალკე ესეებად, ტექსტები ჩემს Facebook გვერდზე გამოვაქვეყნე და მე დავიწყეთ დარიო რადიოში ამის კითხვა. ესე იგი, აუდიო ვარიანტიც არსებობს და ესეთი ტექსტურიც და თუ ვინმე დაინტერესდება, შეუძლია მოიძიოს, მე პერიოდულად ვაქვეყნებ ხოლმე ამ სიას ჩამონაცვალს ბმულების მითითებით ამ ესეების სათაურების. ხო და თუ ვინმე დაინტერესდება, შეუძლია მომმართოს მე და ამ წიგნის შეძენაც კი შესაძლებელია ჯერჯერობით. ძალიან შეზღუდული ტირაჟით დავბეჭდეთ. 300 ცალი. და დიდი მადლობა მინდა ჩემ გამომცემელს უთხრა. ეხლა წარმოედგინეთ, აი რა საშინაო დღეში ვართ, ეხლა რამ გამკრა, იცი რომ მე რო ეხლა დავასახელო ჩემი გამომცემელი, ეს ხო საიდუმლო არ არის, ხო აწერია რა და მადლობა მოვახსენო. ეს ხო არ რამე პრობლემას ხო არ შეუქმნის პირადად მას, იმიტომ რომ ჩაირთო უკვე, ხო? ჩაირთო, ხო, შინაგანი, აი ჩვენ თვითონ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, იმიტომ რომ გვეშინია ეს შიშის ატმოსფერო, დაანერგეს ამათ. ხო და გამწდა მეორეს მხრივ ეს არის, რომ მე უფრთხილდები, ხო იმ კაცს, არაჩვეულებრივი პიროვნება. არ ვიცი, თქვა სახელი და წიგნს ხო აწერია. ხო აწერია. როგორც გენებოთ, ხო რა. ალმოსანი. ხოჭა ყალაბეგაშვილი, არაჩვეულებრივი პიროვნება. დიდი მადლობელი ვარ, რომ ესე ოპერატიულად და ესე კარგად გამოსცა ეს წიგნი. ხო და მაპატიეთ, კი დაასრულეთ, აბარა. ხო და ჯერ კიდევ არსებობს ამ წიგნების გარკვეული რაოდენობა ეგზემპლარების, რომლებიც არ არის შეძენილი. გადმორიცხვით ადამიანები მიგზავნიან ეგზემპლარის 10 ლარი და 300-დან 250 ალბათ უკვე გაიყიდა, ასე ვთქვათ. მაგრამ თვითონ ვინ შეიძინა, იმათ ჯერ კიდევ ვერ მიიღეს, იმიტომ რომ ვერ ვთხოვ ხოლმე, რომ ჯობია, რომ მოხვიდეთ და გაგატანთ, გადმოგცემთ. ცოტა უხერხულია ეს ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, ახლა რუსთაველზე ვერ მიმაგ, თუმცა რამდენჯერმე წავიღე და კონკრეტულად ვიღაცას ვიცოდი, ვისაც ვნახავდი და იმან თხოვა, რომ ვერ მოვალო და შენ ჭირიმეო, იქნებო წამომიღო და რამდენჯერმე ეგეც გავაკეთე, მაგრამ თელ დასტას ხო ვერ წავიღებ წიგნების და ვერ დავარიგებ და იქ მით უმეტეს არც არის ადგილი, რომ ხო. უკაცრავად ბევრი ვილაპარაკე. მოდით გავაგრძელებ წინა შეკითხვას. რას აი თქვენი ქმედებით, ჯერ ამ ქმედებაზე მინდა რომ ბრძანოთ. თქვენი ქმედებით რას უდგებით წინ? რისი შეჩერება გსურთ? ერთი მხრივ ნათქვამი გაქვთ
სხვა ინტერვიუში რომ უფსკრულში მივფრინავთო. თუ მივფრინავთ უკვე ხელები უნდა გავიქნიოთ და გავფრინდეთ? ზეცისკენ. ისიც რა, მე მგონია რომ ყოველი ადამიანის მოვალეობა, ოღონდ ეს თვითონ მან უნდა გადაწყვიტოს. მორალური პრინციპი, მორალური იმპერატივი თუ აქვს ადამიანს შინაგანად იმის განცდა, რომ თუ აი კონკრეტულად აი ამ დროს არ ამოიღებს ხმას და არ გამოხატავს, რომ არ ეთანხმება იმას, რაც ხდება. მე მგონი ეს არის არათუ გულგრილობა მხოლოდ და მხოლოდ. თავისთავად გულგრილობა, რა თქმა უნდა. ეს არის დამღუპველი დანაშაული საკუთარი ქვეყნის, საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის წინაშე და ღვთისა და მოყვასის წინაშე, სინდისის წინაშე. მე მგონი, ახლა ამას მე არ მაქვს პრეტენზია, მე რამეს წინ აღვუდექით წინ უდგები. მე მგონი უბრალოდ ეს არის ის მინიმუმი, რაც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, ეცადოს ყოველ შემთხვევაში, რომ კი არ იჯდეს თავის სოროში თუ ბუნაგში, სითბოში, გულხელდაკრეფილი და უყურებდეს ინტერნეტში რა ხდება ქვეყანაზე, არამედ გამოვიდეს და დადგეს თავისი მეგობარი შეიძლება არ საყავს იქ, მაგრამ ადამიანი ხო ხარ, ქართველი ხო ხარ. აი ხლა აი ამ პიროვნულ ურთიერთობებს და დამოკიდებულებას მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი ემოციური ერისთვის. მე ემოციური ადამიანი ვარ, ამას ვაცნობიერებ და ზოგჯერ და შეიძლება ხშირადაც მოქმედებ არა გონებით, ცივი გონებით, არამედ რაღაცა ემოციური იმპულსებით და რაღაცა ემოციური ხო და აი გუშინ დელი ის შემთხვევა. დიახ. აი ამაზეც მინდა ორი სიტყვა თქვა, ესე რაღაცნაირად განმარტებასავით გავაკეთო. რამ გამოიწვია, რომ აი ესე მე დემონსტრაციულად გადავედი იქ გზის სავალ ნაწილზე და გავშალე ეს სკამი, დიახ. სკამი და დავჯექი. ახლა ჩემი მეგობარი ბექა ქურხული ბოლოს რო ნახე წინა საღამოს როცა მეორე დღეს დააკავეს. ხო და გაიარა გვერდით, მე ვიჯექი და ვერ დამინახა. და ესე მოვკაჩე მეთქი ბექა და აქა ხო და აი რაც სადღაც სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა. აუ ხო მაინც გადავკეტეთო, გახარებულიყო, მომახარა, რომ ხო და გაიქცა. ხო და მე იქ რო მივედი რუსთავზე და მაშინ იყო სწორედ გადაკეტვის ის მომენტი. უკვე გადაიკეტა, მე მივედი ახლოს და ვხედა რომ ვიღაც კაცი წევს, გაშოტილი და ვიღაცა გოგო კიდე იქით ზის ასვალზე. ხო და ნუ ხალხი ჩვენ ყველანი დგევარ და თითქოს სეირს უყურებთ. რამდენიმე კაცია გადასული გზაზე და აჩერებს მოძრაობას. ხო და თვითონ ახლა ჩვენ ისე გაგვზარდეს რომ თუ ადამიანი გაშოტილია და მიწაზე თუ ასფალტზე წევს, ესე იგი რაღაცა უჭირს და დახმარება უნდა. ხო აი ხო ხართეზოზე არ წამოწვა რა, ხო არ ისვენებს, არამედ თავს იგზდებს საფრთხეში მანქანების წინაშე დაწვა კაცი. ესე იგი ამ კაცს უჭირს, ამ კაცს დახმარება სჭირდება და გამიელვა რომ ბექა რო აქ იყოს მეთქი. ხო
ნამდვილად არ გაჩერდებოდა ტროტუარზე, ხო გადავიდოდა მეთქი და აი ამან მოახდინა ჩემზე რაღაცა შინაგანად, რაღაცა გარდა ტეხი რაღაც გავლენა თუ იმპულსი იყო ისეთი ძლიერი, რომ ყოყმანის გარეშე გადავედი და მის წინ დავჯექი ამ სკამზე, ჩემს სკამზე. ხო და ერთი ტაქსი იყო, რომელიც აი მაქსიმალურად ახლოს მოვიდა ჩემთან. მახსოვს. ხო და აშკარად აი უნდოდა რომ ის კი არა რომ გავეტანე, მაგრამ რომ ეიძულებინეთ მაინც. რომ ავდგარიყავი და გავცლოდი და მე მივხვდი რომ ესეთ სიტუაციაში უკან დახევა არის თვითმკვლელობის ტოლფასი. ან იმიტომ ეს უკვე ბრძოლა, მორალური თუ ფსიქოლოგიური, მაგრამ ეს ბრძოლა რეალურია და ამიტომ ჩვენ ყველა ვისაც ერთმანეთი გვეძვირფასება, ერთმანეთი გვიყვარს, იქ ხო იცით ისეთი ატმოსფეროა რუსთაველზე, რომ ყველა არის შენიანი, ყველა ნაცნობი, უცნობი, ზოგი ძველი მეგობარი, ზოგი ახალი, ყველანი არიან რაღაც აი ერთი ერთობით, ერთი სულისკვეთებით, ერთი შთაგონებით აღსილი და ეს არის ბედნიერების განცდა. აი ჩემი მხნეობის ერთ-ერთი საფუძველი, თუ ეს მხნეობა მართლა მხნეობა და არ არის რაღაცა ეგეც გარეგნული რაღაცა ფორმა თუ არ ვიტყვი რა ესე რაღაცა ნიღავს ვიკეთებ. უბრალოდ ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა ხო გაორებულია. მე ერთის მხრივ მიხარია იმ ხალხთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ის ხალხი არის წრფელი, ის ხალხი არის არაჩვეულებრივად ცოცხალი, მართალი, შემართული, ლამაზი, ნიჭიერი, ყველა თვალსაზრისით საუკეთესო ნაწილია საზოგადოების. ხო და იმათთან ურთიერთობა, იმათთან გვერდით დგომა, მე მგონი თავისთავად ბედნიერება და როგორ აი შინაგანად როგორ მიკვირს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ვიყავი და მაშინ დისიდენტები არც ერთი არ ყოფილიყოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჩვენი ცალკე ის ქონდა. შინაგან ემიგრაციაში ვიყავით ნამდვილად, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება სხვანაირად არ შეიძლებოდა. ან შენ რაღაცა ნიშას იპოვიდი და იქ მოიწყობდი რაღაცა შენ პატარა მიკროსამყაროს, ხო და ეს ადამიანები დღეს რომ ქოცები არიან, ან კონფორმისტები არიან და ხმას არ იღებენ, ეს ადამიანები მაშინ ჩემთან ერთად კითხულობდნენ სოლჟენიცინს და მოსკოვიდან ჩამოქონდა ერთ ჩემ მეგობარს, სახელს არ ვიტყვი. აი ეს დისიდენტური ლიტერატურის სამიზდატის და ტამიზდატის და ხო და დღეს კიდე როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე რაც ერთად გავიარეთ იყო შენი მტრის დამპყრობლის მხარეზე. უბრალოდ გასაოცარია. აი მინდა რომ მესმის იქ ერთი მხრივ იქ არ იყო შესაძლებლობა და იმ წუთას ალბათ არ სურვილი არ ვიცი აი ტაქსი თქვენ მანქანა დაინახეთ არ ვიცი ადამიანს რამდენად ხედავდით შიგნით დარწმუნებული ვარ მას ეხსომებით ზუსტად ვიცი მაგრამ რა მის თქმა გსურთ რა იმის როგორ ვთქვა რომ იმან გაიგოს მისი განსჯა არ არის ახლა ჩემი თვითმიზანი უბრალოდ რა გაქვთ სათქმელი გქონდათ სათქმელი თუ უბრალოდ იცოდით რომ უნდა არ უნდა სათქმელი არის ის რომ გადმოდი მანქანიდან და გაიგე ამ ხალხს რა აწუხებს შენს მანქანის ბორბლებთან რომ კაცი წევს ესე იგი რაღაცა ძალიან ცუდად არის რაღაც ამ სამეფოში მართლა რაღაცა დალპა ესე იგი რაღაცა ხდება და შენ რო ეს არ გაინტერესებს ეს არის ტრაგედია თუ არ აინტერესებს
და ფაქტია რომ არ აინტერესებს გავლა უნდოდა მხოლოდ იმ წუთს არ ცდილობს გაიგოს რა სჭირს ამ ხალხს ან იმ კაცს რომელიც იქ წევს ან მე რომელიც იქ ვზივარ და არ უშვებ და მთელი უბედურებაც ხომ ეს არის რომ ადამიანების დიდი ნაწილი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ეგოისტურ რაღაცა საკუთარ ცხოვრებას იწყობს და ისე ცხოვრობს თითქოს არაფერი არ ხდება. ეგეთი ხო უამრავია. ეგეთი ხალხი რომელიც არათუ კრიტიკულად არ აზროვნებს. ზომბირებულია ეთყობა. რატო როგორ მოხდა ეს? მარტო იმედს თუ უყურებ. ეგეც ხომ არჩევანია. ხო, არჩევანია და ეგეთ ადამიანს რა უნდა აუხსნას? ანუ რომ შეიზღუდავ თქვათ რაღაც. ხო, აი მე შემიძლია ერთი მიმართულებით მხოლოდ. თუმცა ვიცი რომ ეს არავითარი აზრი არ არის. თხოვო ამ ადამიანებს რომ მოდი რა ერთი დღე ნუ ჩართავთ იმეს და რაღაცა სხვა აზრიც მოისმინეთ, სხვანაირი ხედვა რო არსებობს, უბრალოდ აი ინტერესის გულისთვის. და თუ მაგათ არ აწუხებთ ადამიანების ბედი, არ აწუხებთ 100-ზე მეტი კაცია ხო ციხეში, არ აწუხებთ ის უსამართლობა, ის ძალადობა, ის რა ვიცი უნამუსო და უსინდისო უკანონობა რაც ქვეყანაში ტრიალებს, თუ ეგ არ აწუხებს ადამიანს, მე რა უნდა ვთხოვო, რა უნდა უთხრა. ეს ხო წინასწარ განწირულია, ხო და აი გუშინ სწორედ ერთ ახალ მეგობარს ვეკამათებოდი საზმაოს მარშიდან, რომელიც იქ შეხვდა ამ შემთხვევის მე. ხო და ნუ ის ამბობდა, რომ ეს რუსთაველის გადაკეთვა უნდა შევაჩეროთ და რაღაცა სხვა მოვიფიქროთ. მე ვუთხარი, კი ბატონო, შევაჩეროთ, მაგრამ ჯერ უნდა მოვიფიქროთ. მე ვერცკი ვერაფერს ვერ მოვიფიქრებ. თქვენ მოიფიქრეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახალგაზრდები და თან პოლიტიკაში უფრო მოკეთ მე მეთქი ამას ჩემ თავზე ვერ ავიღებ. მე შემიძლია რაღაცა თარგმნო ან რაღაცა დავწერო, რაღაცა ფანტასტიკა. ფანტასტიკური იმითი ვერ ამ რეალობას ვერ შეცდო სამწუხაროდ. ხო და აიო უნდა გავიდეთო ხალხშიო და ველაპარაკოთ. კი ბატონო ელაპარაკი, მაგრამ ადამიანს რომელსაც პრინციპულად არ უნდა შენი მოსმენა, როგორ უნდა დაელაპარაკო? არის რა თქმა უნდა რაღაცა ნაწილი საზოგადოების თუ ხალხის, რომელიც თითქოს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ესეც არ მოსწონს, მაგრამ არც ის ოპოზიციური პარტიები. ოპოზიციური პარტიები მეც არ მოწონს, არც ერთი. იმიტომ რომ თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ და პირიქით მაგათი ბრალიც არის გარკვეულწილად, მაგათ თავისი პასუხისგებლობა, ხო? რომ ქვეყანა მივიდა აი ამ მდგომარეობამდე. იმის მაგივრად, რომ გაერთიანებულიყვნენ და ებრძოლათ ერთად, თუნდაც მშვიდობიანად, თუნდაც არჩევნების გზით, მაგრამ ერთად, ხო აბსოლუტურად ვერანაირი ერთობა, ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდა და ვერც მოხდება. და რის გამო? პრობლემა თვითონ მათშია. ხო? ნაწილი არ ვიცი, უნიათოა, ნაწილი ალბათ შეკრულია, ნაწილი უბრალოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მეტი არაფერი აინტერესებს. ახლა მე არ გამოვდგები არც ქვია ჭყვის მასწავლებლად და არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს რაღაცას ხვდები, რაღაცა ვიცი, რაღაცა მესმის. მაგრამ აი იმ მინიმალურ დონეზე, რასაც რიგითი მოქალაქე და მე ჩემ თავს ეგრე აღვიქო. რიგითი მოქალაქე უნდა აფასებდეს და უნდა ხედავდეს რეალობას,
აი იმ დონეზე მე მგონი ეს ყველას მოვალეობაა და ყველას ვალდებულება და არ შეიძლება რა ესე ვიცხოვროთ, იმიტომ თუ ვიცხოვროთ მარტო ჩვენთვის, მარტო საკუთარი თავისთვის, მაქსიმუმ საკუთარი ოჯახისთვის, ხო? რომ აი ჩემი ცოლ-შვილი იყოს კარგად და მეტი არაფერი არ მაინტერესებს. ვერ იქნება ჯერ ერთი შენი ცოლ-შვილი კარგად ესეთ სიტუაციაში. აი ეს კითხვა მინდოდა ზუსტად ხო ამით. ვერასოდეს ვერ იქნება, იმიტომ რომ უარესი და უარესი ეს ხო პროცესია. ეს ხო თან ძალიან სწრაფად მიმდინარე პროცესია ზვავივით, ხო და აქ ესენი მართლა მოაწყობენ ისეთ ჯოჯოხეს და უკვე მოაწყეს რეალურად. რომ ჩვენ ვერც კი დაგვესიზმრება, არა თუ ვერ წარმოვიდგენთ. სიზმარშიც ვერ ვნახავდით, ისეთ რაღაცებს აკეთებენ უკვე და გააკეთებენ კიდევ უარეს, ალბათ, სამწუხაროდ. ბევრმა მგონია რომ არ იცის ან შეიძლება ასაკის გამო არ ახსოვდეს, შეიძლება თავის დროზე გამორჩენოდა რომ თქვენ გულშემატკივრობდით იმ 2012-ის ცვლილებებს. ნამდვილად. და თქვენ აქციის მონაწილე, მათ შორის შიმშილობის აქცია იყო. ანუ შეიძლება ბევრმა ახლა დაგინახათ პირველად თქო, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ამის გახსენება. არა კიდე უფრო ძველი დროის, მაგრამ იმ პერიოდისა, როცა ქართული ოცნება მოდიოდა, შემოვიდა ასე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზზე და შემდეგ ვიცით რომ იყო არჩევნები. მაშინ თქვენ მხარს უჭერდით იმ ცვლილებას. რა თქმა უნდა. მათ შორის ის იყო დაკავება ახალგაზრდების, მათ შორის იყო დაჩი ცაგურია, რომლის სოლიდარობისთვისაც მათ შორის თქვენ მაშინ და იყავით ახალგაზრდების გვერდით დაჯექით. და რა ეტაპი იყო? მაშინაც როგორც მე ვიცი და ბევრისგან მესმის რომ ნაწილისთვის პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური საზოგადოებისა რაღაცები უფრო ადრე იყო ცხადი ვიდრე დანარჩენი საზოგადოებისთვის. ანუ მაშინ თქვენს ვიღაცისთვის აღიქმებოდით ისეთად, რომელსაც არ ესმის სინამდვილეში რა საფრთხეა და ასე შემდეგ. დიახ. და აი სწორედ იმ გადმოსახედიდან მინდა გაიხსენოთ რა ეტაპზე რა მოვლენის ან რა მოვლენის შემდეგ ან რა პროცესის დასასრულს ან ამ შემდეგ აი რა მომენტი იყო როცა მიხვდით რომ ეს ის ცვლილება არ არის რაც ირაკლი ლომოური რასაც ისურვებდა ქვეყნისთვის. მართალ ვძანებ. მე ამ გადმოსახედიდან პოსტფაქტუმ შემიძლია ვთქვა რომ ეს იყო ჩემი მხრიდან უბრალოდ გულუბრყვილობა. გულუბრყვილობა რომ მეგონა რომ მილიარდერი რომელიც არის აი იმ რეჟიმის ნაცების ნაციონალების რეჟიმის ასე ვთქვათ ყულაბა თუ რა ქვია და აფინანსებს რომ ის იქნებოდა კარგი ადამიანი. როგორ შეიძლება ეს ეგეთი რაღაცა დაუშვას? საერთოდ არასერიოზულია რა, რომ მეგონა რომ აი ოღონდ მიშა წავიდეს და აი კარგი კაცი მოვა. ხო და მაშინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ეგ არის კატასტროფა. თუ რა არის კატასტროფა? აი მაგის მოსვლა. ეგ ჩვენ შეგვათრევს უკან რუსეთში. მე ვთქვი რა სისულელეს ლაპარაკობ? როგორ წარმოგიდგენია? ეგ არასოდეს არ მოხდება, იმიტომ რომ ვერ მოხდება. აი ნახეო და მართლა ხო და მე როდის მივხვდით მე თვითონ. დიახ. ეს იყო ჰესების ამბავი. როცა ბატონმა ბიძინამ თქვა რომ დიდი ჰესები ჩვენთან არ აშენდება არავითარ შემთხვევაში და სვანეთშიც იყო და რაჭაშიც და იქ ხალხს უთხრა რომ არა როგორ გეკადრებათ. მოატყუა და მე კიდე დაწერა რომ მაგრამო თანო უნდაო ავწონდაო
ხომ არ იქნება საქართველოსთვისო კარგიო რომ ჩვენო მოკლედ ეკონომიკური ურთიერთობაო კონდესო რუსეთთანო ხო და ის რომ თავიდან ამბობდა რომ არავითარი გიგანტური ჰესები არ იქნება და მერე როცა მოვიდა ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და გახდა მართველი აღმოჩნდა რომ თურმე უნდა აშენდეს და ის დაავიწყდა რომ დაპირდა ხალხს რო არის და ის კიდე რა მახსოვს იცით რომ თან ხომ ეს დავწერე კიდევაც ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს უფრო კი მის მდივან რეფერენტს და გამოაქვეყნე 12-ში 13-ში ეგ უკვე 13 იყო ხო მე მგონი 13 იყო შეიძლება 14-იც კი მაგრამ 13-ში უკვე მივხვდი რომ ცუდად არის საქმე თუმცა ბოლომდე მაინც ვერ წარმოვიდგენდი და ის რაც დღეს ხდება საერთოდ მეგონა რომ შეუძლებელია იმიტომ რომ ეს ალბათ ჩემი გულუბრყვილობის თუ მიამიტობის ბრალია რომ შემილია ბავშვურად რაღაცა ან მივიღო ან კატეგორიულად უარყო რომ არა რა არა ფაქტია რომ აგერ მილიარდერმა იყიდა ქვეყანა და მიართვა თავის კრემლის ბატონ პატრონს ხო და მიუხედავად იმისა რომ მე უკვე მაშინ მალევე რაღაცა ეჭვი შემეპარა ამ ყველაფერში მაინც არ გამიკეთებია არაფერი ისეთი რეალური რომ აი დღეს რო შემეძლოს თქვა რომ აი მე ვეცადე მაგრამ ვერ გავაჩერ სინამდვილეში მეც პასიური ვიყავი და მივყვებოდი დინებას და თითქოს მე არ მეხებოდა აი მაგაშია საქმე როდესაც სტატისტის როლში ხარ და მაყურებლის როლში ხარ და არა აქტიური მონაწილის ეს ქვეყანა შეიძლება შენს თვალწინ შენი აი ამ პასიურობის გამო და ჩვენი ყველას ეხა მე მარტო რას წარმოვადგენ ხო არც არაფერს მაგრამ ერთად ჩვენ უკვე ძალა ვართ აი ჩვენ რომ ერთად რაღაცნაირად მივხვდარიყავით მოგვეფიქრებინა ვიღაცა გამოჩენილი იყო ადამიანი რომელიც უფრო ადრე ხვდებოდა მაგას აი ჩემი მეგობარი რომელიც ჯერ კიდე 12 ხო მაგრამ ხომ არ დაუჯერეთ მარტო გამოჩენა არ არის საკმარის მაგრამ უნდა ნდობაც იყოს მის მიმართ რაღაცას არ დაუჯერე მაგრამ შეიძლება რაღაცა კიდე იყოს სათქმელი ან რაღაცა ან ჩემი ბრალიც არის იმიტომ რომ მე არ დავფიქრდი ელემენტარულად ლოგიკურად ხო და ვიფიქრო ჯერთი ეს ფული საიდან იშოვა ხო და მეც მომატყუა იმან რომ ქველმოქმედი სახელი ქონდა და მაშინ ვერ მივხვდი ჩემდა საუბედურო და სამწუხაროდ რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არის შირმა რომ ხალხს ყიდულობს საზოგადოების რაღაცა ესე გამოჩენილ ნაწილს მსახიობები იყვნენ თუ რეჟისორები თუ სხვა მწერლები მაინც და მაინც არ მოუგთამავს ну ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მაგრამ ფაქტია რომ ეს იყო მიზან მიმართული ოპერაცია იმისთვის რომ მოეპოვებინა მხარდაჭერა ხალხში იგივე მშენებლობა საკათედრო ტაძრის ხო მაგის დაფინანსებული იყო ხო და წერლები რატომ როგორ ვთქვა ეწრილმანეთ ბატონო წერლებიო მაინც და მაინც არ მოუგრთამავსო და მეც ხა რომ გითხრათ ვერ ვიხსენებ ასე იცით მე რა წერლებს სახიობები მახსოვს ესე კაფეოდ მახსოვს ხო და როგორ ფიქრობთ რატომ ეიაფეთ თქო ანუ სხვა გადატანით რატომ იცით რომ რეალურად სახიობები ანუ თეატრში ვინც მუშაობს ეს არის რაღაცა სია არსებობს რომ ეს ხალხი არის აი ამ თეატრის თქვა სახიობები და იქ ზოგი არის პირველი რანგის და ცნობილი და პრიმა და ასე შემდეგ და ზოგი კიდე ახალგაზრდა და დამწყები და
ხო და ესენი ჩანან ამათი დაფინანსება რას არქმევდნენ თვითონ ისინი მე არ ვიცი პენსიასავით იყო ხო თუ რაღაცა შემწეობა იყო ამას ქაღალდზე გასაფორმებლად ძალიან მარტივია თეატრში და წერლები რაღაცა დაგსახსულები არიან წერალთა კავშირიც კი აღარ იყო ხო ეს SSR-ის დროს იყო წერალთა კავშირი და ჩვენ დროს თუ ვინმე ნორმალური წერალი იყო იმ ყოფილ პოსტსაბჭოთა წერალთა კავშირის ის ხო არსებობს მე მგონი დღემდე არსებობს მაყვალა გონაშვილის თამადობით რო არის ხო არის კი ხო აი იქ ვინც არიან გამახსენებ იქ ვინც არიან ისინი ჩემს თვალში საერთოდ წერლებიც არ არიან საერთოდ თუმცა შეიძლება ვიღაცაზე ხო და ნუ არ ვიცი ჩვენ ხა ივანიშვილის არჩევანზე ვლაპარაკობთ ალბათ უფრო ეფექტური იყო და ეფექტური იყო და ესეთი იქნებოდა ჩანდა და გავლენა ექნებოდა საზოგადოების აზრზე რომ იტყვიან და ხო ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არის არ შემოუთავაზებია არანაირი საინტერესოა რამდენი უნდა აიღებდით რომ შემოეთავაზებინათ ესე იგი ჩემი ფასი რა იქნებოდა დიდი თანხები არ იყო როგორც მახსოვს მაგრამ იქ არ იყო დიდი თანხები იყო სამას სტაბილური იყო და ეს ყოველდღე და ძალიან დიდი გასაჭირის პერიოდში ეგ მართლა შვება იყო და გადარჩენის გარკვეული საწინდარიც იყო და რეალურად ეს მოქმედებდა მაგრამ ეხლა მე ხო ვერ დამინიშნავდნენ პენსიას მე საერთოდ ვინა ვარ იმათ თვალში აი დღევანდელი პარლამენტი რო არსებობს იქ მე მგონი რომ სოზარ სუბარის გარდა რომელსაც პირადად ვიცნობდი დიდი ხანი არ მინახავს სასულიერო აკადემიიდან მაგის გარდა არც ერთ კაცს წარმოდგენაც კი არ მაქვს რომ მე ვარსებობდა წერდა თარგმნი და გუშინ კიდე აი ამ შემთხვევამ რაც მოხდა რუსთაველზე რაღაცა ის გამოიწვია ინტერესის მოზღვავება და წერლები იმათთვის ალბათ თვითონ ბატონი ბიძინისთვის და აი ამ კატეგორიის ხალხისთვის საერთოდ რაღაც არასერიოზული მოცემულობა არასერიოზული რაღაცა ფიგურები ხო და ბექა ქურხული ზვიად რატიანი იგივე მზია ამაღლობელი ეს ის ხალხია ვინც საუკეთესო ნაწილია ამ ქვეყნის ამ ერის ამ საზოგადოების და ამის არ დანახვა და იმის თქმა რომ აბა რა ეგონა პოლიციას რომ სილა გააწნა ეს ხო ნიშნავს რომ სახელმწიფოს გააწნა და გან არ უნდა დაისაჯოს და ამას მეუბნება ჩემი ნათესავი ძალიან ახლობელი ადამიანი ხო და ნუ ეს რომ მითხრა მე ენა მუცაში ჩამივარდა იმიტომ რომ შენ დავდუნდი გავჩუნდი თქვი და მე დავიწყე ყვირილი რომ მეთქი რას ლაპარაკობ როგორ მოექცა იგივე ეს პოლიცია რა დააშავა ამ ქალმა მე სილა გააწნა რას ნიშნავს და იძალა და თუ მოკლედ დიდი ჩხუბი მოგვივიდა და იმის მერე ერთმანეთი აღარც გვინახავთ და აღარც ველაპარაკებით კი მქონია მეც მსგავსი ესე ვთქვათ შემთხვევები და აქ არის ხედავ რომ ადამიანი აკეთებს არჩევანს რაღაც ჭუჭრუტანიდან დაინახოს ნაწილი რეალობის და აი რაც სჭირდება ის აი თქვენ რომ ბრძანებთ იმ ტელევიზიას არ უყუროს ამას უყუროს ან სხვა რამესაც შეხედოს არჩევანსაც ხომ ეგრე ვაკეთებთ პირველ პირში ვილაპარაკებ რაზე ეძებ პასუხებს რას ეძებ და შემდეგ უკვე რა გაწყობს ისი წინასა უკვე გადაწყვეტილი გაქვს ობიექტურ მაბადეთ რომ არ გათქმეთ მაგრამ ობიექტურობის შანსი უბრალოდ არ არსებობს ან ყოველ შემთხვევაში მიზერულია და მინიმალურია მართლა მინიმალური მიკროსკოპიული იმიტომ რომ
ამ ხალხს ყველას უკვე ჩვენ ყველას გაკეთებული აქვს ჩვენი არჩევანი. ვიღაცა რომელიც შეიძლება ნეიტრალურია, ესეც მე მგონი მოჩვენებითია ეს ნეიტრალურობა, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ სიტუაციაში, რაშიც დღეს ჩვენ ყველანი ვართ, რომ მართლა ნეიტრალური იყო. ეგ არანორმალურობა. აი უკეთესად გადავალ ჩემს შეკითხვას, რაც ვერ დავასრულე. რაც ახლა ბრძანეთ იქიდან. როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ და ეს მხოლოდ წარმოდგენა არ არის, ხომ ჩვენ უამრავ ადამიანთან ვურთიერთობთ. ვინ არის დღეს ბედნიერი ამ ქვეყანაში? შეიძლება ისე გულუბრყვილოდ გამოუჩნდე, მაგრამ მე მგონი რომ ბედნიერი არც არავინ არ არის, საერთოდ. არის ვიღაცა კმაყოფილი, ვიღაცა, მაგრამ ბედნიერება რა არის? ჯერ მოდი ამაზე შევთანხმდეთ, რა არის ბედნიერება? თქვენი აზრით რა არის ბედნიერება? ვერ შევთანხმდებით, გულისხმობ იმას, რომ ალბათ ესეთი შემოსაზღვრული განმარტება ვერ ექნება. ვისთვის რა? ამიტომ მკითხეთ. ვინ წარმოგიდგენიათ ბედნიერად მყოფი თქო? ჩემთვის რა არის? და ესეც ესეთი გაგება აქვს თავისუფლებასაც ბევრისთვის თავისუფლება. ასე ვთქვათ, ძვირფასი ადამიანების პირველი რიგის ძვირფასი ადამიანების, ხო ეს აუცილებელი პირობა რაც არის. მათი კარგად ყოფნა, შენი თავის განხორციელების, თუ როგორ ვთქვა სწორი სიტყვა, ასპარეზი, რეალიზაციის, ხო? რომ ვთქვათ, ყოველ გამოძრავებაზე ისეთ დიდ მოძრაობებს არ ვიძახი, რაღაც არ გვხდებოდეს ხელში, თავში ან ფეხში. კიდევ რა? მაგრამ წამი შეიძლება იყოს რაღაც. ანუ ბევრი რამ არის ძალიან. და რაც თავარია, მე როცა ეს ყველაფერი ხდება, ეფუძნება ერთი მხრივ და აკეთებ ამ ყველაფერს აუცილებლად სიყვარულით. თუ ეს ხდება რაღაც ვთქვათ ბრაზით, ან სევდით და ასე შემდეგ, რთულია ბედნიერებაზე ლაპარაკი. ცოტა დაუბდა გამომივიდა, არასდროს უკითხავთ ჩემთვის. ჩვენ გვაქვს იდეალისტური შეხედულება. ისინი არიან მატერიალისტები. იმათ ბედნიერება არის მეტი ფული, მეტი ძალაუფლება, მეტი სიამოვნება. ეს ჩვენთვის ბედნიერება და არც თქვენთვის არ არის. ეს არის დაკმაყოფილება. რაღაცა შინაგანი ინსტინქტების თუ ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური თუ ემოციური, მაგრამ ბედნიერება ჩვენთვის მართლაც უფრო მაღალი რანგის მოვლენაა და ამიტომ მე მგონი რომ ბედნიერი არავინ არ არის, ჩვენ ვერა ვართ ბედნიერები, იმიტომ რომ ქვეყანას კარგავთ და მომავალს კარგავთ და ის რისთვისაც ღირდა ცხოვრება, ის ჩვენ თვალწინ იმსხვრევა და მართლა უსყულში ვეშვებით და ვინც სათავეშია ის ბედნიერი კი არა, კმაყოფილის ვერ არის ალბათ, იმიტომ რომ მუდმივი საფრთხის ქვეშ არის. ის შიდა ეს რაღაცა ბრძოლები თუ კონკურენცია თუ ახლა რა უკვე და არც მის ახლოს მყოფებს ეტყობათ რომ უსაფრთხოდ ან ბედნიერად არა გარანტირებული არავინ არ არის არაფრისგან. მე ესე მგონია და ანუ რაც ჩანს, ანუ რაც ვიცით საჯაროდ. ხო და რეალურად ამის გამო ისინი ვერ იქნებიან დამშვიდებულები. თუ დამშვიდებული არ ახარ, როგორ იქნები ბედნიერი და თუნდაც კმაყოფილი. თუ სულ ღელავდა, თუ სულ შფოთავდა, თუ ყოველი რაღაცა ის შენთვის შეიძლება გადაიქცეს რაღაცა კატასტროფის მომტან ფაქტორად ცხოვრებაში. ხო და მე მგონი ყველა უბედურია ამ ქვეყანაში, ოღონდ განსხვავებული დოზით და განსხვავებული თვალსაზრისით.
და იცით, აი რუსეთზე რომ ლაპარაკობდით და აი როცა ამ ესეებს ნაწილ აქვეყნებდით მაშინ და მადლობა დიდი ამ წიგნისთვის. მაშინ გამახსენდა ჩემი ერთი ინტერვიუ. აბა მე სხვა არაფერი დამიწერია. ხო და ინტერვიუ რუსეთის მემორიალის წევრთან. რომელიც ჩავწერე 2022 წლის ოქტომბერში. ზუსტად თარიღი არ მახსოვდა, მაგრამ მახსოვდა რომ ომი უკვე იყო დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ და მემორიალიც ანუ ის ქალბატონი ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობდა. რუსეთიდან იყო ჩამოსული, თუმცა მე მგონი მე მოუწია წასვლა. იმიტომ რომ გაუქმებული უკვე იყო, ასე ვთქვათ, აკრძალული მემორიალი. და მე მას ვკითხე, მახსოვს, შეკითხვა დავუსვი და მაშინაც გავიფიქრე და ახლა მინდა რომ მაქვს საშუალება რომ ეს ჩემი მაშინდელი განცდა ვთქვა სიტყვით. მე მას ვკითხე, როგორ ფიქრობთ მეთქი? საით მიექანება რუსეთი თქო 2022 წლის ოქტომბერია ჩვენთვისაც და მათთვისაც და მახსოვს რომ ეს რო ვკითხე დიდხანს დადუმდა არის YouTube-ზე ეს ინტერვიუ ირინა ოსტროვსკაიასთან არის განსხვავებით არ მინახავ დიდხანს ხო ანუ თქვენთვის კი არა თუ ვინმეს დაინტერესებს გაჩუმდა და მე გავიფიქრე რომ რაღაცნაირად ქედმაღლურად ზედმეტად ქედმაღლურად ამპარტამნულად ვკითხე როგორც რომ თითქოს აი მე მასაც ვაკისრებდი პასუხისგებლობას იმაზე რაც რუსეთში და როგორიც რუსეთი არის გავიფიქრე ეს და ვამბობ ახლა გულწრფელად პირველად და მან მაშინ მიპასუხა რომ არ იყო კარგად ცხადია და დიდი შფოთვით ცხოვრობთო დიდი შფოთვით ღელვით და ნერვიულობით ვიტყოდი რომ არ ვიცი სიტყვები რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა ჩვენი ღელვის ხარისხის და გრადუსის განსაზღვრა არასდროს ყოფილვართ მსგავს ვითარებაში ჩვენ ისტორიკოსებიო და მხოლოდ შეგვეძლო გაგვეფრთხილებინა მაგალითების მოშველიებით რაც ემართებოდათ ჩვენს ცხოვრებლებს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებს ანუ საბჭოთა პერიოდშიო აი ამას ვცდილობდით ამდენი წელი და გვეგონა რომ ეს ჩვენი გაფრთხილებები იმუშავებდაო და არავის მოუნდებოდა კიდევ ერთხელ დაებიჯებინა იგივე რას უძახიან ხოლმე ფოცხზე დაბიჯება ხო და კვლავ აღმოჩენილიყო ვითარებაში რომელიც ასეთი ტკივილებით ასეთი უსაზღურო დანაკარგებით გვეგონა გადავლახეთ იყო დრო ანუ როცა ასე გეგონათ მეთქი და კიო იყო ესო 90-იანების ბოლო 2000-იანების დასაწყისი აქაც ხომ არ მოხდა იგივე, ანუ შეკითხვა სულ გვიტრიალებს ყველას ხომ, რატომ გამოგვივიდა ასეთი ქვეყანა, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ. ახლა ვინვის თქვათ, როგორ გააკრიტიკებს, გაანალიზებს ან განიხილავს, ეგ ერთი საკითხია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ყველანი ერთ ნავში ვართ. ამ ერთ პატარა საქართველოში ვართ. და როგორ გამოგვივიდა თქო, რომ ვფიქრობ, მგონია რომ რაღაცა ეტაპი იყო მე თქვენ დაგიშვით კითხვა მაგრამ თუ ის კრიტიკულიც უნდა ვიყო რაღაცა ეტაპი ან ზედმეტად ხანგრძლივი იყო შეიძლება და არ გულისხმობ მხოლოდ 2012 წლის შემდგომ პერიოდს ეტაპი იყო რომ ილუზია გქონდა რომ რაღაც გადავლახეთ და უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა თქვენს ახსენეთ გონი რომ არ წარმოგვედგინაო ასეთი ხელის უბედურება ის არის რომ ჩვენ ვერ მივხვდით, ვერ ავიღეთ პასუხისგებლობა ჩვენ თავზე, ვერ მივხვდით, რომ უნდა სხვანაირად გვეცხოვროთ. ჩვენ აი რა იყო ეგ სხვანაირად? აი უდაბნოში რო ატარა მოსე ებრაელი ერი 40 წელიწადი, ჩვენ უდაბნოში მოსეს გარეშე დაბოდიალობდით და დღესაც ეგრე ვართ. და როდესაც ესე უაზროდ და უმიზნო, არა მიზანი როგორ არ ქონდა თითქოს გვეგონა რომ გვაქვს ხო თავისუფლება და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა და ევროპა და დასავლური ფასეულობები ხო ეგ იყო ჩვენთვის გაცხადებულიც დაკონკრეტებულიც და ამათ საერთოდ იმაში შეიტანეს საქვია კონსტიტუციაში და ეხლა უნდა დამოიღო ხო და ჩვენი არ ვიცი
იმ გამოცდილების და იმ ტვირთის და იმ მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, რაც გვერდს საბჭოთა კავშირიდან და კიდე მანამდე ეს რუსული მენტალობა ჩვენზე როგორ მოქმედებდა. ჩვენ ხო უკვე მე-19 საუკუნე, მე-20 საუკუნე, 21 საუკუნის აგერ 25 წელი. ვართ იმათი გავლენის ქვეშ. და ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან ტოქსიკური ჩვენს ვართ ნაწილი აი ამ შიზოფრენიული ფაშიზმის, რომელიც რუსეთშია. და რაზეც მიხაილ ეპშტეინი წერს ძალიან გარკვევით, ნათლად, ცხადად და შეუძლებელი რომ არ დაეთანხო. მე ყოველ შემთხვევაში ეგეთი განცდა მაქვს, რომ რასაც ის წერს, აი ერთი მისხალი არ არის იქ რაღაც ან გაზვიადების, ან რაღაცა კეკლუცობის. ისი? კეკლუცობის. ხო, კეკლუცობაზე ზედმეტია ლაპარაკი. არაფერი არ არის. ზედმეტად გამუქების, ხო? ამას გulis, ხო? ხო. ყველაფერი არის ბოლომდე ნათქვამი და დამაჯერებელი და დასაბუთებული. ყველა ფაქტი თუ ყველა მოსაზრება არის იქ არგუმენტირებული. ეს არ არის ამის ფანტაზია და ამის შემოქმედება. ეს არის ყველაფერი, რაც რეალობაა. მაშინ ასე გკითხავთ 40 წელი ხომ 40 წელი არ არის, ჯერ ერთი 40 წელიც არ გასულა დამოუკიდებლობის აღდგენიდან თუ ასე და ვინმე პირდაპირ მიიღებს ამას რიცხვად. მაგრამ მაშ რა გზა გვაქვს წინ, თუ კი ამ ლოგიკას მივყვებით, რომ უდაბნო გასავლელია და მით უმეტეს მოსეს გარეშე. შეიძლება რაღაცა საშინელება ვთქვა. მაგრამ მე მგონია, რომ თუ ჩვენ აი ამ სიტუაციაში, რომელშიც ვარ, როცა უამრავი გულშემატკივარი ყავს საზღვარგარეთ და ხარდამჭერი და ყურადღების ცენტრში რა თქმა უნდა არა ვართ, პერიფერიაზე ვართ, მაგრამ რეალურად არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, იმიტომ რომ გვიცნობენ და იციან, რომ ეს არ არის აზია იმ გაგებით, რომ აი რაც არის თქვათ ისლამური სამყარო, ან თქვათ ჩინეთი, ან მოკლედ ჩვენ შინაგანად მართლა ევროპელები ვართ ფასეულობების სისტემით და რეალურად იმათ ყველა ცხადი არ არის. იქაც უამრავი კონფორმისტია, რომელიც მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვენანებით და რაღაც დონეზე დახმარებას ვიღებთ, ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, აბსოლუტურად არ არის საკმარისი ეს დახმარება და მხარდაჭერა, მაგრამ მაინც არსებობს და იმედი არსებობს, რომ ცოტა მეტიც იქნება. ხო და აი ესეთ სიტუაციაში, როცა ეს გულშემატკივრები ყავს და არსებობენ, ჩვენ მაინც ვერ მოახერხებთ, რომ გაუძლოთ. მე მგონია გაძლებაზეა. ის კი რომ გავიმარჯვოთ აი ჩვენ, თქვა. არამედ გაუძლოთ ისე რომ გავიაროთ აი ეს უდაბური სივრცე დროსა და მაშინ და თუ გავივლით, მერე ალბათ შეიძლება სიტუაცია. ეს შეიძლება თანდაც სწრაფად მოხდეს, იმიტომ რომ ყველაფერი 21 საუკუნეში ძალიან ასტრაფებულია და უკრაინაზეა ბევრი დამოკიდებული და რუსეთის ჩამოშლაზე, იმიტომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უკვე უახლოვდება კატასტროფულს. და აი გურიევი როა, ცნობილი ეკონომისტი, პარიზის ეკონომიკური სკოლის დირექტორი. იმან თქვა, რომ წლის ბოლომდე რუსეთის ეკონომიკა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, უკვე მეხუთეჯერ მოახდინეს თავისი მომავალი წლის ბიუჯეტის ცვლილება, იმიტომ რომ იმხელა ისა აქვთ, რა ქვია, დეფიციტი. ფული უთავდებათ. ფული თუ გაუთავდათ,
ომში ხო ეგენი ხალხს ყიდულობენ, ქართველების ყიდვაც ხო გამოაცხადეს, რომ ქვია 2 მილიონს აძლევ 2 მილიონ რუბლს თუ არ მეშლება. აძლევენ ერთჯერადად და მერე თვეში 250,000 რუბლს და ქართველებს გაუადვილეს მოქალაქეობის მიღება და ხო იცით ეს გამოაცხადა. კი, როგორ არ ვიცი. კი, ჩვენ გვეწერა და ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს ატყუებს, ეუბნება, რომ ჩვენ მშვიდობა მოგვიტანეთ და იმავდროულად მზადა თავისი მოქალაქეები გააგზავნოს რუსეთის მხარეზე ომში, აი აქ რაღაცაა ლაპარაკი. მე მგონი ხო ცხადია, რომ პუტინის გვერდით ყოფნა, პუტინის მხარეს ბრძოლა, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. და თუ ვინმეს ეს არ ესმის და არიან ეგეთები, ვისაც არ ესმის. იმათ არც ეპშტეინის წიგნი უშველის და არც ჩემი ლაპარაკი და ალბათ არც არაფერი. რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ კაცი დაფიქრდეს. რაღაცა ისე უნდა შეეხოს, რომ რაღაცა მის გონებაში გარდატყდეს თუ რაღაცა მის გულში რაღაც ახალი დაიბადოს და ეს ძალიან იშვიათად ხდება ალბათ. და რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ როგორ გავახცევთ ამ ჯერ 40 წელი მართლაც არ გასულა, მაგრამ 40 წელი ხო არ არის, ბუკვალურად ხო არ უნდა გავიდოთ, არა? ჩვენ ეს პერიოდი ძალიან ცუდად გავიარეთ. ძალიან ცუდად, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც მიღწევებიც ჰქონდა სახელმწიფო მშენებლობის გზაზე. სინამდვილეში აი ის ფაქტი, რომ დღევანდელი ჩვენი ქვეყანა არის ლუკმა, რომელიც უნდა გადაყლაპოს, ჯერ ბოლომდე ალბათ არ გადაუყლაპავს. და იმედია, რომ ხელში გაეჭხირება, აი მონსტრს, აი ურჩხულს, რუსეთი რო ხвия. და იმედია, რომ ვერ მოგვინელებს, ვერ გადაყლაპავს ბოლომდე და ვერ მოგვინელებს. თუმცა ნაწილობრივ ეს უკვე რეალობაა და ჩვენ უკვე რუსეთში ვართ. მაგას ხო არავინ და ბევრი არ ვერაცნობიერებს და არ აღიარებს. აი ხა გამახსენდა ერთი ფაქტი, არ ვიცი ეს რამდენად პირდაპირ მეტყველებს იმაზე. მოკლედ გუშინ ეს ავტორისთვის, მიხაილ ეპშტეინისთვის უნდა გვეგზავნა ეგზემპლარები, 5 ეგზემპლარი წიგნის ამერიკაში. და მე ვერ წავედი, ჩემ ადამ თქვა, რომ მე გავაგზავნიო, მე უკვე მაქვს გამოსწრება. აკუნის მაშინ ჩემ ადამ მარინამ გაუგზავნა ეგზემპლარები, როცა დავწერეთ ეს რუსეთის საბედისწერო პარადიგმა. ხო და უცებ მირეკავს და წარმოედგინე რა აბსურდული სიტუაციაო. მეთქი რაშია საქმე. ფოსტაში მითხესო, რომ სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო უკვე 3 თვეა არაფერს არ აგზავნის ამერიკაში. მეთქი რატო? არ ვიციო, თვითონ არ იციანო, თქვენს რომ მითითებაა, რომ შეწყდა. ხო და მე ეს გავიფიქრე, ხო არ არის ეს მაჩვენებელი, რომ ჩვენ უკვე იმ დონეზე გავწყვიტეთ ურთიერთობა დასავლეთთან, რომ ამერიკაში სახელმწიფო ფოსტა ქართული არ აგზავნის იმას, ქვია, გზავნილებს არ ხო და ნუ საინტერესოა, არ მიცდია და ამიტომ თუ არ შეეჯახები ამ ფაქტს, ყოველ თავშიც არ მოგიო, თურმე ამერიკაში ვეღარ გააგზავნი პოსტით ამანაც. ეს ხო აბსურდია. მაგრამ 3 თვეაო იმ პოსტაში უთხრეს 3 თვეა ეგრეა და აღარ ვიღებთ იმას ქვია ამანათებს. და მე ჩემ ადამ იპოვა კერძო ფირმა, რომელმაც აიღო ეს თავის თავზე და გავაგზავნეთ. მაგრამ სახელმწიფო პოსტა რომ ამერიკაში აღარ აგზავნის ამანათს, ეს რამეს ნიშნავს? მე მგონი რაღაცას ნიშნავს.
და სამი დღე კი არა, სამი თვის წინ მოვიდაო მითითება რომ არ ჩაიბაროთ. რას ნიშნავს ეს? ხო არ ნიშნავს რომ უკვე სადღაც ჩელაბინსში ვართ და ჯერ ვერ გაგვიგია. აი ეგ უნდა მეკითხა. ეს რაც დღეს მეც და თქვენც ვართ მომაბეზრე ჩვენს მსმენელ მაყურებელს თავი ამის შეხსენებით ვართ საბჭოთა ასე ვთქვათ პროდუქტს ვუძახით ჩემს თავს. რა თქმა უნდა ვართ. ხო და შეგვწევს კი უნარი ეს კლუცობა თვითკრიტიკა ესეთი არ არის მართლა მაქვს ეს კითხვა გულწრფელად და სულ ვცდილობ შევამოწმო სხვას ვკითხო და თქვენ კი აუცილებლად უნდა გკითხოთ შეგვწევს კი ჩვენ უნარი რომ მართლა ადეკვატურად აღვექვათ რეალობა იქნება საფრთხეები თუ იქნება შესაძლებლობები შესაძლებლობების გარეშე ხომ არ არსებობს არც ერთი რეალობა ყველაზე მძიმეც მეტნაკლებად შეიძლება დღემდე არ შეგვწევს და შეიძლება დღემდე ილუზიები გვმართავს და სინამდვილეში ძალიან ნაწილობრივ თუ შეგვწევს მე არ მაქვს იმის იმედი რომ ჩვენ შეგვიძლია და ამის ხარჯზე თუნდაც რა ეს შეგვიძლია რომ შევაფასოთ სწორად და არ ვიყოთ ილუზიებში და არასწორი წარმოდგენებით არ ხელმძღვანელობდეთ რომ გავაღწიოთ სამშვიდობოს. შეიძლება ჩვენ კიდევ უარეს დღეში ვართ ვიდრე გონია და ის რომ თავისთავად ეგ ჩვენ ცხოვრებაში საბჭოთა კავშირიდან გამოქცეულებს კიდევ უკან შეგვაბრუნებდნენ ეს ხო არის იმპერიის მოდიფიცირება ხო საბჭოთა კავშირი ქვია თუ რუსეთის ფედერაცია ქვია თუ რუსეთის იმპერია ეს ხო მაინც არსობრივად ერთი რაღაცაა მაგას აკუნინს ამბობს და მაგას ეფშტეინს ამბობს და არ შეიძლება არ დავეთანხმოთო აკუნინსო აი ამ წიგნში წერია ხო და რეალურად ეს არის კატასტროფა ჩვენ მართლა კატასტროფაში ვართ ხო და მე მგონი რომ ერთადერთი რაც დაგვრჩენია ჩვენ რიგით მოქალაქეებს ის უნდა ხმა უნდა ამოვიღოთ და ვიყვიროთ და აი იანთაძესთან მქონდა ქვია ინტერვიუ ხო და ის და იმას დაარქვა რომ უნდა ვიყვიროთ თუ რაღაცა ყვირილზე გამახსენდა то ერთადერთი რაც ჩვენ დაგვრჩენია ეს არის ყვირილი იმიტომ რომ როცა ადამიანი იხსჯობა ვთქვათ ხო ის ხო ცდილობს გადარჩეს ჩვენ ვართ აი ასეთ მდგომარეობაში თან ჭაობში ვიხსჯობით უბრალოდ წყალში კი არა ჭაობში ვიხსჯობით და თელ მსოფლიოს გვინდა გავაგონოთ რომ დაგვეხმარეთ გვიხსენით გადაგვარჩინეთ მაგრამ სასწაული უნდა მოხდეს ალბათ რომ გადავრჩეთ ეგ სასწაული არაერთხელ მომხდარა ალბათ ჩვენს ისტორიაში მაგრამ ალბათ იმიტომ რომ იმსახურებდა ერი იმ რაღაცა გარკვეული საზოგადოების გარკვეული საუკეთესო ნაწილის დამსახურებით ხდებოდა სასწაული ისე არ მოგვეცემა თუ ჩვენ თვითონ არ დავიმსახურეთ თუ ჩვენ თვითონ არ ვიმოქმედეთ თუ ჩვენ თვითონ არ თუნდაც ვიყვირეთ იმიტომ რომ ყვირილის მეტი მე ხო არაფერი არ შემილია ეს წიგნიც ყვირილია რეალურად გუშინდელი იქ გადასვლა გზის სავალ ნაწილზე ეგეც ყვირილი იყო ოღონდ ჩუმი აი თქვენ თავიდან რომ თქვით რაღაცა ხმაურიანი ჩუმად აცხადეთ პროტესტს მაგრამ თანაც ეს ისმისო და ხმაურიანია მე შემილია დაგეთანხმოთ თუმცა თავიდან რაღაცა ის ჰქონდა არა ქათინაურად არ მithქვამს ასე ვხედავ არა გარკვეულწილად ეს მართლაც ესეა ჩვენი საუბარიც ხო ესაა ჩვენ სხვა გზა უბრალოდ არ დაგვრჩა არჩევანიც აღარა გვაქვს ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი მე
ის კი მირჩევნია, მაგრამ ესეც იყოს ჯანდაბას. არ შემილია, მე არ შემილია ჩუმად ვიყო, არ შემილია დავეთანხმო იმას, რაც ხდება, იმას შევეგო, იმ ძალადობას, იმ უსამართლობას, იმ არაადამიანურ მოპყრობას. მე არ ვიცი, სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს და უნდა ვეცადოთ და ბოლომდე უნდა ვეცადოთ და ბრძოლა ბოლომდე. ეს წინააღმდეგობა წინამდეში ბრძოლაა. გამბედაობა ამ ბრძოლის ბრძოლა. დიახ. შვიდობიანი ბრძოლა, ნებისმიერ ბრძოლისთვის და ამ კონკრეტული ბრძოლისთვის გამბედაობა საიდან მოდის? ანუ ირაკლი. თავიდან, გულიდან, ემოციები ახსენეთ, ცივი გონება ახსენეთ, მე ცივი გონების არ მჯერა. ანუ ესე ცივი გონება არ არსებობს. ცივი გონება მკვდარია. ყოველი ადამიანი მაინც არის თავისებური ინდივიდი და ვიღაცაზე შეიძლება უფრო ემოციური რაღაც ფაქტორი მოქმედდეს ვიღაცაზე. არ ვიცი, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ალბათ ყოველ ადამიანს თავისებურად შეიძლება ეს მის ცხოვრებაში მოხდეს თავისებურად ემოციურად თუ ინტელექტუალურად თუ რაციონალურად თუ რაღაცა კონკრეტული შემთხვევის ხარჯზე არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. და მადლობა დიდი. დიდი მადლობა.